სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა თავშესაფრების წარმომადგენლებთან განიხილა. ამ მიერიდან ეს ორგანიზაციები უპატრონო მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია, რეგისტრაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სტერილიზაცია, კასტრაციასა და სხვადასხვა დაავადებაზე ტესტირებას უფასოდ ჩაატარებენ. სააგენტოს წარმომადგენლებმა ღონისძიებების გრაფიკი განიხილეს და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან და თავშესაფრების წარმომადგენლების მხრიდან დასმული იქნა კონკრეტული კითხვები და საკითხები, რომელთა განხილვის პროცესში ჩვენ გამოვალთ ის აუცილებელი საჭიროებები, რომლებზეც იქნება მიმართული სურსათის ეროვნული სააგენტოს ქმედებები. შესაბამისად, ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ აღნიშნულ ქმედებებს და ნებისმიერი საჭიროების დროს მზადავართ შეხვდეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ყველა ჩართულ მხარეს, რომელიც აქტიურად მონაწილეობას მიიღებს ჰიპერპოპულაციის მართვის ღონისძიებებში. მოიცავს ძირითადად პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, რეგისტრაციას ჩიპებით გამოჩიპირების მეთოდით, ასევე პატრონიანი ძუძაღლების სტერილიზებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და უპატრონო ცხოველების კასტრაცია, სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია, რეგისტრაციას, აღწერას და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. პროგრამა არის დასახული იმისთვის, რომ სახელმწიფოში არის ჰიპერპოპულაცია ცხოველების, რომელიც საფრთხეს უქმნიან მოსახლეობას, რასაკვირველია თვითონ როდესაც არის ეს ხროვები, თვითონ ხროვების შორისაც არის ძალიან დიდი პრობლემა. ჩვენ არა მხოლოდ სტერილიზაცია, კასტრაციას ვაკეთებთ, რაც მომავალში შეამცირებს პოპულაციას, არამედ თვითონ გადანაწილებაც ხდება. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ რაღაც ხროვების დაშლა არის, გადაყვავს ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებად არის შესაძლებლობა ერთმანეთში მოუვიდეთ ჭკუები ამ ძაღლებს და ექნება შესაძლებლობა გამოკვებონ თავიანთ თავი, რასაკვირველია ეს ყველა გადაყვანები ხდება დასახლებულ პუნქტებში და ზრუნვა არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ რასაკვირველი იმ ცხოველებზეც, რომელსაც ვასტერილებთ, სტერილიზაცია რასაკვირველია ვიცით, რომ ახანგრძლივებს კიდევ ცხოვრებას ამ ძაღლების და რასაკვირველი კიდე ერთი არის პრევენცია ცოფის, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. რაოდენობა მატულობს დაკმენების ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაციები დაახლოებით მე ესე გეტყვით რომ 25-30,000 არის აცდენილი რაოდენობა დაკმენის და რასაკვირველია ცოფი კიდე წარმოგიდგენიათ რომ დღეს არის ქვეყნები სადაც საერთოდ აღარ არის ესეთი პრობლემა, მაგრამ ჩვენ ვებძვით იმას რომ შევამციროთ რაოდენობაც ცოფიან